მწვანე კვირეული 2017 მიმდინარეობს, რომელშიც საკუთარი ნაწარმი ქართულმა კომპანიებმაც წარადგინეს. კვირეულის გახსნა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, გერმანიაში საქართველოს ელჩი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსიც ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. საქართველო მწვანე კვირეულში უკვე მე-10 წელია მონაწილეობს. ქართული ღვინო, ჭაჭა, ჩურჩხელა, ტყლაპი და სხვა პროდუქტი. ეს საქართველოს პავილიონია ბერლინის მწვანე კვირეულზე, სადაც 18-მა ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია გამოფინა. საერთაშორისო ფესტივალზე ევროპელი მომხმარებლის წინაშე საქართველო ასეთი მასშტაბით წელს პირველად წარდგა და ვიზიტორების მოწონებაც დაიმსახურა. ქართულს პენს ვეძებდი, რათა ქართული ღვინო დამეგემოვნებინა. ძალიან არომატულია. მწვანე კვირეულზე მოსვლისას ქართულ ღვინოს ყოველთვის ვაგემოვნებ. წარმოვაგენ გერმანიაში და შვეიცარიაში ქართულ 10-მდე კომპანიას, როგორც ღვინის, ასევე წვენის, ჩაის. ხალხი მოხიბლულია ქართული ტრადიციული მეღვინეობის შედეგებით, იმ წვეთით, რასაც ჭიქაში სინჯავენ. ქართული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ტიპის ფესტივალებში მონაწილეობა მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და შესაბამისად როგორც წარმოების, ისე გასაღების ბაზრის ზრდას უწყობს ხელს. ჩვენ ვაწარმოებთ ჯემებს, მურავებს და კიდე დამატებით სუნელებს და ასე შემდეგ. ან გვაქვს ასე მშრალი ხილი, წილო და ვფიქრობ, რომ გავიტანოთ ევროპის ბაზარზე. ჩვენ გვინდოდა მონაწილეობა მიიღო ამ ბაზრობაზე, იმისთვის რომ გაგვეტეს და რამდენად დაინტერესდება აქაური მყიდველი ჩვენი პროდუქციით. ქართულ მეწარმეებს, ქართულ მეღვინეებს აქვს შესაძლებლობა თავიანთი პროდუქციის, თავიანთი წარმოების პოპულარიზაცია მოახდინონ. ქართულ პავილიონში წარმოდგენილი პროდუქცია გერმანელ, ესტონელ, მოლდოველ და სომეხ კოლეგებს ლევან დავითაშვილმა თავად გააცნო. ეს ღონისძიება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის არა მხოლოდ პროდუქტების პოპულარიზაციას, არამედ სხვადასხვა ქვეყნების წარმოჩენასაც ემსახურება. ჩვენ ამ ღონისძიებაში ბევრჯერ მონაწილეობდით. მოხარულები ვიქნებით თუ საქართველოსა და ესტონეთს შორის კავშირები გაძლიერდება. ჩვენ მზად ვართ საქართველოს დავეხმაროთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ბევრი ქართული პროდუქტი ესტონეთში უკვე პოპულარულია, მაგალითად თქვენი ღვინოები და მინერალური წყლები. მწვანე კვირეულის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე ლიტვის, ლატვიის და სლოვენიის სოფლის მეურნეობის მინისტრებსაც შეხვდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები. გამოფენის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა სხვადასხვა მეგობარ ქვეყანასთან, მეგობარი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქართული კომპანიების მხარდაჭერა იმისთვის, რომ მათ ევროკავშირის ბაზარზე წვდომა გაუადვილოთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 1500-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, წელს კი 400,000-ს აღემატება.